გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. დღეს კიდევ ერთ სინდისის პატიმარს 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა. გიორგი მინდაძეს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. პროკურატურა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს 29 ნოემბერს შარშან პარლამენტთან პიროტექნიკის სროლას ედავება, რამაც ბრალდების ვერსიით სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა. თავად ჯაჭვაძე კი ამბობდა, რომ დაზიანება მიიღო, თუმცა არა იმდენად სერიოზული, რომ ექიმის დახმარება დასჭირვებოდა. ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდაჭერების გარეშე. დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებით ეს თქვა თავად გიორგი მინდაძემ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას 5 წელი მიუსაჯეს. ასეთ საქართველოში ვცხოვრობთ. დღეს გრძელდება სინდისის პატიმრებისთვის პატიმრობის მისჯა, პატიმრობას უსჯიან პოლიტიკურ ლიდერებსაც. სანამ არ ვისწავლით სხვისი ცოდნის, შრომის და გაბედულების დაფასებას, მანამდე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს ყველაფერი არ ფასდება. კომპანია ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თინათინ რუხაძეა. ერთ-ერთია იმ არც ისე ბევრ ბიზნეს ლიდერ შორის, ვინც ჯერჯერობით საჯაროდ გამოეხმაურა პოლიტიკური ლიდერების, ყოფილი ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის რვა თვით დაკავებას, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უარი განაცხადეს ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე. თავისუფლება მამუკას, ბადრის და ყველა სინდისის პატიმარს. დღეს მათი ციხეში ყოფნა, მათი ღირსების და გაბედულების საუკეთესო მტკიცებულობა და დიდი პატივისცემა ბატონ თემურ ჭყონიას, რომელმაც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიდან მგონი პირველმა დაგმო საჯაროდ მამუკას და ბადრის დაკავების ამბავი და პატივისცემა ყველა იმ ბიზნესმენს, ვისაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეაქვს და თან ამ რთულ დროს არიხებს უკან და იქ დგას, სადაც სიმართლეა. დაწერა Facebook-ის პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ თინათინ რუხაძემ, რომელიც დღეს წერტილის სტუმარი იქნება და შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში ვიმშელებთ, რამდენად რთულია ბიზნესისთვის ნავიგაცია პოლიტიკური კრიზისის და ბუნდოვანი მომავლის პირობებში და უბრალოდ რამდენად რთულია სიმართლის მხარეს დგომა და საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება. ვისაუბრებთ იმაზეც, როგორი იყო საკონსულტაციო კომპანია ACT-ისთვის წლის პირველი ნახევარი, რა მოლოდინებია ბიზნესში და როგორ ეხება პოლიტიკა კერძო სექტორის, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენების, ინვესტორების გეგმებს საქართველოსთან დაკავშირებით. თინათინ რუხაძე, ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტობის თინა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. საღამომშვიდობის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. წლის დასაწყისში, როცა წერტილის სტუმარი იყავით, თქვენ ვარაუდობდით, რომ ბიზნესის უმრავლესობა გადავიდოდა ქამრების შემოჭერის სტრატეგიაზე, რაც გულისხმობს ნაკლებ ინვესტიციებს, ნაკლები რესურსის დახარჯვას, ახალი თანამშრომლობის მოზიდვაზე და ასე შემდეგ. თქვენი კლიენტების და პარტნიორობის მაგალითზე მოგვიყევით, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები და ფართო სურათში როგორი იყო ბიზნესისთვის განვლილი 6 თვე უკვე. საინტერესო არის, რომ ოფიციალური მონაცემები და ის, რასაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ვაკვირდებით საველე პირობებში ძალიან განსხვავდება ეს ორი რეალობა ერთმანეთისგან. ამას თავისი ახსნაც აქვს, თუმცა ის რა პროგნოზიც მე მქონდა, ნამდვილად სახეზე არის ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. ჩვენ ვისთანაც კონტაქტი გვაქვს, ნამდვილად ყველა გაცხადებულად თუ ესე არა შეიძლება ესე ღიათ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შიდა საუბრებში ამაზე თანამშრომლებთან მენეჯმენტში აუცილებლად ამ თემაზე ყველა ფიქრობს და საუბრობს. ისინიც კი, ვისაც ფინანსური პარამეტრები ცუდი არ აქვს, იმიტომ თქვენ იცით, რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ მოცემული მონაცემი, ხო, წარსული ისტორიული მონაცემი, არამედ მომავლის ოპტიმიზმი და ხედვა და პესიმიზმი, გაურკვევლობა არც ერთ ბიზნესს, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ბიზნეს გარემოს არ რგებს. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი, რომ ეხა ისეთი ჩიხური კრიზისია ბიზნესებში, რომ ვერ სუნთქავენ, ან ძალიან დიდი ვარდნა არის სფეროები, სადაც ეს მართლა ძალიან სახე, მაგრამ შერჩევითია, ესე ვიტყოდი, ყველა სფეროს ეს არ ეხება, არის სფეროები, რომელიც გაიზარდა. და რეალური მონაცემები ვიცი კონკრეტული კომპანიების სამწუხაროდ მე არ შემიძლია რომ ის რაც კონფიდენციალურია ჩვენი მუშაობის პროცესში ის ინფორმაცია გავაჟღავნო, მაგრამ არსებობს ნამდვილად კომპანიები, სფეროები, რომელიც წინ მიდის, მაგრამ არსებობს სფეროები, რომელიც ძალიან სერიოზულად დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომელ კონდიციაშიც არ უნდა იყოს დღეს ბიზნესი, მომავლის მიმართ ღელვა
ეს ყველგან ფიქსირდება. და მე ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ესეთი ჯაჭვური პრინციპით იმოქმედებს აუცილებლად, იმიტომ რომ თუ მომხმარებელი სენტიმენტი ნეგატიურია, ანუ მომხმარებლის პესიმიზმი, მომხმარებელი თუ იწყებს ფულის დაზოგვას, ვისაც აქვს, რა თქმა უნდა, ხო? ყიდულობს მაგალითად მხოლოდ ძირითად ანუ ძირითად ყოველდღიურ აუცილებელ პროდუქტს, შეამცირა სიარული, გართობა, რესტორანი, ასე ფიქრობს, შეჩერდა უძრავი ქონების ყიდვაზე, დაფიქრდა, არის თუ არა ეს სწორი დრო, მანქანის ყიდვაზე დაფიქრდა, არის თუ არა სწორი დრო. ანუ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ისახება ბიზნესზე. ეს არ იხსახება მარტო ბიზნესზე. თუ მაგალითად მე ბინას არ ვყიდულობ, ეს ნიშნავს, რომ საშენ მასალების პრობლემა, ანუ არა მარტო მშენებლების, არამედ საშენი მასალების თემაც არის, ხო? თუ მანქანას არ ვყიდულობ, იქ ძალიან ძალიან მთელი ჯაჭვი არის, ამიტომ ის რომ ეს სენტიმენტი არის ნეგატიური და არის განწყობა შიშის ასე ვთქვათ, მომავლის არცოდნის და ღელვის, მე რომ მკითხოთ, კიდე გშველის ჩვენი ბუნებრივი ოპტიმიზმი, იმიტომ რომ მართლა 23 წლის არის ჩემი კომპანია და ძალიან ხშირად გაგვიკეთებიას და იუმორში მასაც ვამბობდი ხოლმე, რომ ილია ჭავჭავაძის არ იყოს, ესე იგი თუ აწყო თუ არ აწყოს მომავალშენი, ანუ ამ პრინციპზე ხშირად არიან ხოლმე და კიდევ ეს ოპტიმისტური ხასიათი რაღაცნაირად გშველის, თუმცა ცალსახად. თავარი მიზეზი კი გასაგები ალბათ რაც არის, მაგრამ აი მომავლის არცოდნის შიშის არის ის პოლიტიკური ვითარება, რაც ქვეყანაში უკვე 9 წელზე მეტია, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა BEG ინდექსის მეორე კვარტალის შედეგები, დარწმუნებული ვარ თქვენც ნახავდით და გაუარესებულია როგორც ბიზნეს კლიმატი, ისე გაუარესებულია მთლიანად ბიზნესის მოლოდინები და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ყველაზე მეტ და ყველაზე მსხვილ ბიზნესებს აერთიანებს. რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ამ შედეგებს? პირველი კვარტალიც მძიმე იყო და მაშინაც მოლოდინები იყო გაუარესებული, წინა კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალშიც მოლოდინები გაუარესებულია. ნუ მიკრო და მაკრო ზეგავლენებზე ორივეზე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ასეთი турბულენტური პერიოდი მე არ მახსენდება. და თან ანუ შიგნითაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც არ უნდა იქნას ახლა ეს აღქმული ნებისმიერი თამაშის წესი, რომელიც არის უკვე დეკლარირებული და ნათელი ბიზნეს მაინც აძლევს ამ გარემოსთან მორგების და ნავიგაციის შესაძლებლობას. აი, როდესაც ეს არიცი რისთვის დაიჯები, არიცი რა მოხდება, არიცი ხვალ რა ძალა იქნება, ან როგორ განვითარდება მოვლენები, ვის დასჯიან, ვის დაიჭერენ. ანუ ამ გარემოებაში ძალიან რთულია ნავიგაცია. ნუ გარე ფაქტორებიც მოგიხსენებათ, რომ ყოველწუთიერად იცვლება და პლუს მე ვიტყოდი, რომ აი ეს შიდა მოვლენები ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე სერიოზულად მოქმედებს. პირველი პირებისაც და თანამშრომლებისაც, ანუ ვისაც არ ვეხები და მე ძალიან ბევრ ადამიანს ვეხები. ეს იქნება ტრენინგის ფორმატში, ვორქშოპის, სტრატეგიული მენეჯმენტის ფორმატში, როცა სტრატეგიულ ვორქშოპებს ვაკეთებ თვას შემდეგ, ყველასთან აი ეს შინაგანი დაძაბვა. კარგად ყოფი ადამიანი მე არ მინახავს ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩემ გარშემო ლიდერებში არც არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ კომპანიის ლიდერებს კიდევ ასმაგი დატვირთვა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ სხვას უნდა მივცეთ ენერგია, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ანუ მომავალი ყოველთვის უცნობი, არ გაიგოთ ესე, რომ ანუ მომავალი ყოველთვის არასდროს არის. საუბარია პროგნოზირებად მომავალ. მაგრამ არის რაღაცა რისკები გათვლადი, არის რაღაც მეტნაკლებად რაღაც მყარი წერტილები, რომელშიც შენ ნავიგაციას აკეთებ და დღეს ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მოკლევადიანი გეგმებით იარეთ ამას ურჩევდით შარშან ბიზნეს საჯაროდაც მახსოვს ამ ეთერში და თქვენ კლიენტებსაც მაშინ გვაწუხებდა მარტო რუსული კანონი, ასე ვთქვათ. მაგრამ გრძნობდით რა მოყვებოდა. ახლა რას ურჩევთ აი თქვენს კლიენტებს? ან ამ ეთერიდანაც ალბათ განსხვავებულია და ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული ბიზნესის ზომაზეც, სპეციფიკაზეც, მაგრამ
რჩევები ლიდერებს და შემდეგ უკვე ცოტა რას თანამშრომლებს ვურჩევდი და აი ზუსტად გუშინ ერთ-ერთ შეხვედრაზე კლიენტთან გავაჟღერე ესეთი რეკომენდაცია და იგივეს გავიმეორებ ახლა რომ მაგალითად კოვიდის დროს ძალიან ნათელი იყო, გამოხატული იყო კრიზისის, ანუ ყველამ ვიცოდით რომ ისეთი დაუძლეველი ძალა დადგა, რომელსაც აუცილებლად დაარტყავს ასე ვთქვათ ჩვენს კეთილდღეობას, ბიზნესს და შესაბამისად ბიზნესების ძალიან დიდი ნაწილი შოკში კი ჩავარდა, მაგრამ მოუწია რომ სწრაფად გამოსულიყო, სწრაფად გადაწყობილიყო და ანუ დაერქმია სახელი რომ ეს არის კრიზისი და სწრაფად დაეწყო კრიზისის მართვაზე კონცენტრაცია. ეხლა მე რასაც ვუყურებ, ეს არის ჩუმი კრიზისი, ესე დავარქმევთ, იმიტომ რომ რა დაგროვებითი ეფექტი აქვს. ანუ ესეთი დარტყმით ის რომ აი რაღაცა ისეთი მოხდა, რომ ახლა ომის ფაქტორი, რაღაც ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო, რომელიც იცი რომ აუცილებლად მოვან, კოვიდის ტიპის, ხო? ანუ ესეთი რამ აქ ახლა ასეთი არ არის, თითქოს არ არის ისეთი გამოხატული ნიშნები, რომ ახლა ვიქცევით და ცუდად არის ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ, ანუ ეს ნეგატიური პარამეტრები მოდის. მე ვურჩევდი რომ დაიწყონ მომზადება, ანუ პრეკრიზისულ დაგეგმარებას აუცილებლად ვურჩევდი. ძალიან რთულია თანამშრომლისთვის ასახსაქმე, თითქოს არ არის ეს. თითქოს მხოლოდ პოლიტიკაშია და სხვაგან არ არის ეს კრიზისი და პრობლემა, მაგრამ სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ის გადარჩება, ვინც ეხლავე მიხვდება, რომ უნდა გადაეწყოს სახელი დაარქვას და თქვას, რომ უნდა მოვემზადო მე ამისთვის, იმიტომ რომ უფრო რთული დრო წინ იქნება. ჩუმი კრიზისი უფრო საშიშია, ვიდრე კრიზისი, რომელიც ჩანს, ხედავ და შესაბამისად ემზადები. მტერი, რომელიც წინ გიდგება, უფრო მარტივი მოსაგერებელია, ვიდრე რომელიც უნდა გეპარება, ხო? იგივე არის აქაც, ანუ თუ შენ აი ეს ოპტიმიზმი, რომ იცი რა, იქნება ეს ერთი თვის პრობლემა არის, იქნება ეს ერთი კვარტლის თემა არის. იცი, სხვები არ იძახიან ხმამაღლა, რომ რაღაცა ძალიან ცუდად არის. ანუ აი ეს ყველა ერთმანეთს უყურებს თითქოს გარშემო. და ზოგს გონია რომ იქნებ თვითონ ვერ მართა ისე კარგად, იქნებ მაინდა-მაინც მის ბიზნესშია ეს გამოწვევა, მაგრამ მე ხა იმდენ კომპანიასთან მაქვს შეხება, ეს ფიქრები და მოსაზრებები მესმის ძალიან ბევრისგან, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და ეს მე მაფიქრებინებს უკვე იმას ხა ჩემთან უწევთ რომ ამაზე ისაუბროთ, იმიტომ რომ სტრატეგიაზე ვმუშაობ, ხო? უბრალოდ გვიწევს რომ ამაზე ვიმუშაოთ და შესაბამისად მე ყოველ შემთხვევაში შეგრძნება გამიჩნდა რომ ბიზნესები აი ესეთი ფრთხილი ოპტიმიზმით მაინც აგრძელებენ მუშაობას და ვფიქრობ, რომ დრო არის, რომ უარესისთვის მოემზადონ და უკეთეს ცხოვრებისთვის. ფრთხილ ოპტიმიზმს რა უტოვებთ აი შექმნილ ვითარებაში? არ არის რადიკალური ვარდნა. ისო ჩუმი კრიზისის სიმპტომები, რომლის დანახვა არ უნდა თუ მაინც არ ჩანს, რადგან არ ჩანს ესე, ანუ გარშემო არ ხდება ის, რომ აი ეს გაჩერდა, ეს ამდღელა ვარდნა იყო ეკონომიკური რიცხვები, ხო, პროგნოზები იყო ისეთი, რომელიც საბედნიეროდ კიდევ ყეჯერ არ პოზიტიური და რეალურადაც არ არის ისეთი, ანუ არის კიდევ ერთხელ ვიწახი, რომ არის სფეროები, სადაც არის და რომელი სფეროებია ისე გადადრო, თქვა, სადაც ლაპარაკობს არის სიტუაცია და სფეროები, რომელსაც ეს ჩუმი კრიზისი მეტნაკლებად არ ეტყობა. ნუ ტურიზმის სფერო განიცდის, არა მარტო შიდა გამოწვევების გამო, არამედ ეხლა ცოტა ხნის ინტერვიუს წავიკითხეთ, თქვენ მეგონი თქვენთან იყო ზუსტად, რომ ისრაელში მიმდინარე აი ამ მოვლენების ფონზე ჩვენ ძალიან დიდი ნაკადი ყავდა სტუმარი, ხო, იქიდან აღარ ჩამოვიდა და გააუქმეს ჯავშნები. ზოგადად ეს турბულენტობა და რეგიონი რომ ასეთი საშიში გახდა და არასაინტერესო გახდა, ხო, ეს აისახა ყველაზე ძალიან ბევრი სასტუმროს მფლობელი ამის დეკლარებას აკეთებს. ახლა თითქოს შეხედავ რესტორნებში ადამიანები არიან და აი ეს ჩდება ეს რომ თუ ასე ცუდად არის ეს ხალხი აქ როგორ დადის, მაგრამ მანდაც უნდა შეხედოთ პროცენტულ მიმართულებით. არსებობს ძალიან პოპულარული ადგილები, სადაც რეალურად მომხმარებელი დადის, მაგრამ მასობრივად რო შეხედო და ეს ხშირ შემთხვევაში არის წვრილი ბიზნესი, რომელიც შეიძლება ასე თვალში შესამჩნევი არ იყოს, იმათვის ეს ნამდვილად არის გამოწვევა. თანამშრომლებს რას ერთია ლიდერებს რომ სჭირდებათ გადაწყობა და კიდევ უფრო მეტი ენერგია, მაგრამ
ლიდერების გამოწვევა და ზოგადად ინდივიდუალურადაც თანამშრომლების мотиваცია. ისევ წინა ინტერვიუს ვუყურებდი დღეს თქვენთვის რომ ემზადებოდი სამმა თანამშრომელმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ გააგრძელოს საქმიანობა, ისიც მაგალითზე ყვებოდით. როგორია სხვაგან ეს მდგომარეობა, სიტუაცია წლის პირველი ნახევრის თვალს? ძალიან არ ვიცი, ეგ კითხვა არ დამისვამს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ რაც ბუნებრივი როტაციის და ბუნებრივი გადინების, უბრალოდ როტაცია კარგი სიტყვა კიდე ჩანაცვლებას ნიშნავს და არ ხდება უკან შემოდინება, ნამდვილად არ ხდება ადამიანების. ანუ თითქოს ბუნებრივ გადინება, ბუნებრივი მოვლენა და ფაქტორი გახდა შრომის ბაზარზე. ამიტომ არ დავინტერესებული ვარ ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს დინამიკა შეიცვალა თუ არა. და გარშემო, ანუ თუ პერსონალურ გამოცდილებაზე ვიტყვი, ძალიან ბევრი ადამიანი და ჩემი ნაცნობი იძულებულია, რომ დატოვოს და ეს არ არის მარტო შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, ეს არის ისეთი ფაქტორები, პრინციპში, USAID-ის თემა სიტყვაზე ვიძახი ხო, რომელმაც ძალიან ბევრი მუშაობა დატოვა, მაგრამ ასევე ყველა იმ პროგრამის შემცირება, რომელიც რუსული კანონის და ამ ასე ვთქვათ არასამთავრობოებთან მიმართებაში დაფიქსირდა, ეს რა თქმა უნდა აჩენს, ანუ ეს იყო საშუალო ფენა, მოდი ესე ვთქვათ, რომელსაც ჰქონდა ძალიან სტაბილური შემოსავალი და რომელიც ძალიან კვალიფიციური იმ საქმისთვის, მაგრამ სრულიად არაკვალიფიციური ბიზნესისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანების დასაქმება ბიზნესში მარტივად ვერ ხდება. იმიტომ რომ მათი აბსოლუტურად სხვა გამოცდილება აქვს, აბსოლუტურად სხვა, რომელიც უცბად გახდა სრულიად არასაჭირო ამ მოცემულობაში და ეს საშუალო ფენა რეალურად დარჩა უმუშევარი. ამიტომ აქ რჩება მხოლოდ ის გამოსავალი, რომ რაღაც უფრო გლობალურ ბაზარზე, იმიტომ რომ ის ხალხია, რომელსაც ძალიან კარგად აქვს განვითარებული, ანუ საერთაშორისო ურთიერთობებში გამოცდილება აქვს, ინგლისური ენები იციან და ასე შემდეგ, ეს ადამიანები ეძებენ გამოსავალს იმაში, რომ წავიდნენ ქვეყნიდან. და ასევე არიან ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ აქ ყოფნას ვეღარ უძლებენ ემოციურად, მორალურად და მაგის გამო მიდიან. და ნუ არიან ისინიც, ვისაც ეშინია დევნის. ხა საინტერესო პოსტი ქონდა ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს, დადარებული ქონდა ბოლო რამდენიმე წლის პირველი კვარტალები და რა სიტუაცია იყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით 4-დან 9%-ის ფარგლებში მერყეობდა ხელფასების ზრდა უფრო სწორედ და ახლა წლიური ზრდა იყო დაახლოებით 1.9% წელს პირველ კვარტალში შრომის ბაზრის ტენდენციებს ალბათ ესეც ასახავს. ამ ფონზე ერთი თემა, რომელიც თქვენთან ინტერვიუსთვის მოვინიშნე, შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების შეზღუდვა საქართველოში. ეს ახალი კანონია, უფრო სწორედ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები და ქართული ოცნების პარლამენტმა გადაწყვიტა ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით ეს რეგულაცია შემოიღო. ერთი მხრივ ბიზნესი მუდამ სულ წუხს სამუშაო ძალის დეფიციტზე და განსაკუთრებით კვალიფიციურის, ამას აჩვენებს BEG ინდექსიც და მეორე მხრივ მთავრობა ამბობს, უნდა დავიცვა ჩემი ბაზარი და ჯერ პრიორიტეტი უნდა იყოს ადგილობრივების დასაქმებაო. ძალიან კარგად ჟღერს, რომ დაცვის მიზნით ეს გაკეთდა. მოდი ესე ვიტყოდი, რომ არა მარტო კვალიფიციური, არაკვალიფიციური მუშახელიც არ არის ხელმისაწვდომი სამწუხაროდ საქართველოში. კითხეთ ნებისმიერ რიტეილერს, კითხეთ ნებისმიერ რა ვიცი, ქსელის პატრონს, სასტუმროების ქსელის, რამდენად უჭირთ პერსონალის აყვანა და რამდენი ხანი ჩერდება ერთი თანამშრომელი. საშუალოდ 2-3 თვეზე მეტი არ ჩერდებიან ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, მაღაზიაში, ან რა ვიცი, აი ნებისმიერ სერვისის ნაწილი რო ავიღოთ. ხომ ანუ თლად კვალიფიციურ მუშახელზე არ არის ახლა საუბარი. ზოგადად სამუშაო ძალის იგივე ხდება მშენებლობაში, ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიას ვემუშავებით და ზუსტად ვიცი, რომ ხარისხიანი მშენებელის და ის, რომელიც მზად არის, რომ იშრომოს და იმუშაოს, ძალიან ცოტა არის და ერთი და იგივე ჯგუფები დადიან და თქვათ არის დაცჟაობა ამ სხვადასხვა ანუ ამ შრომის ბაზარზე ეს არის სინამდვილეში
სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. და ამ ფონზე ეს რეგულაცია რას მოიტანს? თან ჯანდაცვის სამინისტროს მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს ხშირად საუბრობთ ეს პერიოდი ამ თემაზე, ეძლევა 30 დღიანი ვადა, როდესაც ქართველი დამსაქმებელი წარადგენს რომ ამ და მუცხოველის დასაქმება მინდა ამ პოზიციაზე, მას შეუძლია კი ან არა უთხრეს. მე ვერ ვიტყვი, რომ არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, რომ ზეგავლენა შევაფასო. სხვა ქვეყნებშიც მინახავს ასეთი პრაქტიკა. თუ არ ვცდები ყაზახეთში, როცა დავიწყე ჩვენ ბიზნესი, აუცილებლად უნდა მიგვეღო რაღაცა უფლება თუ ჩვენ თანამშრომელი, რომელიც გავაგზავნეთ იქ 6 თვის განმავლობაში, რომ კომპანიას შეემუშავა, მას მოუწია ნებართვის აღება. საქმე იმაში არის, რომ ეს კი არ არის პრობლემა ნებართვა იქნება. ჯერთი ესეც არის შეფერხება. მოდი ესე ვთქვათ, რომ მე კი ვილაპარაკე არაკვალიფიციურ მიმუშახელზე, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს, რომ აქ მაინდა-მაინც გაევსოთ, თუ არ ჩავთვლით ახლა ესეთი Facebook-ზე გავსწავლე, რომ ვთქვათ Glovo-ში, Volt-ში და ესეთ პოზიციებზე, მაგრამ ხო ვერ ვიტყვით, რომ პროპორცია დიდი არ არის, ხო, რომ ვთქვათ, რომ ისეთის არის ყო ახლა ჩვენთან და ისეთი შრომის ბაზარი გვაქვს, რომ პირდაპირ შემოვარდებიან აქ და დასაქმდებიან. ხო, ჩვენ სამაგეროდ ძალიან ხელი შეეშლება კვალიფიციური ექსპერტების შემოყვანას და თემა ის არის, რომ თვითონ კანონი, რომელიც ვთქვათ, ნებართვას ითხოვს, შეიძლება არ იყოს ასეთი რთული, თუ ჩვენ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი გვექნება. ხო? ოპერატიული აღსრულების, ხო. ACT-ისთვის როგორი იყო? წლის პირველი ნახევარი ცოტა დრო გრჩება და ვიდრე ფართო სურათს შევეხებით ისე პოლიტიკური კრიზისის ბიზნესზე გავლენას. ACT-ისთვის იყო ნამდვილად გამოწვევებით სავსე. ჩვენ წინა წელი ქონდა ძალიან წარმატებული და ამან მოგვცა ლუფტი იმისთვის რომ მომზადებულიყავით და გადა ჩვენ ბიზნესზე ზეგავლენა მოახდინა როგორც ბიზნეს გარემოში ამ გამოწვევებმა ისევე ამ ასე ვთქვათ რასაც ჩვენ განვითარების პროექტებს ვიძახით აი ასეთ პროექტებში ასეთი პროექტების შეჩერებამ შეფერხებამ გლობალურად მარტო საქართველოში არა გლობალურად ძალიან ბევრ საკონსულტაციო კომპანიას შეექმნა ამ კუთხით გამოწვევა, იმიტომ რომ ერთ დღეს, ანუ დრო არ იყო გადაწყობის. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ყოველთვის ანუ პრაქტიკაში გვაქვს რომ დივერსიფიკაცია პროდუქტების გეოგრაფიული და ჩვენ ამ ლუფტმა მოგვცა შესაძლებლობა რომ ძალიან აქტიურად გადავწყობილიყავით საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტაცია გაგვეძლიერებინა და ამ თვალსაზრისით აქტივობა უკვე 6 თვეში, ანუ ჩვენი აქტივობა 6 ანუ ორჯერ აღემატება შარშანდელისას, თუმცა შედეგებში ამის თარგმნა ბევრად უფრო რთულია, ანუ ჩვენი ზეგავლენები გავზარდეთ, ჩვენი აქტივობა გავზარდეთ, მაგრამ შედეგები შედარებით უფრო ნელა მოდის, ვიდრე საკუთარ ბაზარზე, სადაც რეპუტაცია გაქვს, გამოცდილება გაქვს და ასე შემდეგ. და მოკლედ სხვებს ვაფრთხილებ და ჩვენ საკუთარ რეკომენდაციას თვითონ ვითვალისწინებთ და ძალიან ფრთხილი ვართ გადაწყვეტილებებში. ანუ ასე ვთქვათ, ხარჯვითი მიმართულებით, ოპტიმიზაციები არის წამყვანი, ახლა ჩვენც რო ვიფიქროთ, თუმცა ოპტიმიზაცია არ ნიშნავს უბრალოდ შეკვეცას, ეს ნიშნავს ეფექტურ ხარჯვას და ყველაზე სტრატეგიულ მიმართულებაში ინვესტიციები. ეს არის ახლა ჩვენი ხედვა. ქართულ ბაზარზე ესეთის რა სერვისებზეა ძირითადად მოთხოვნა? სად რაში სჭირდება ბიზნეს ყველაზე ხშირად და მეტად ამ სიტუაციაში თქვენი დახმარება, კონსულტაცია, რჩევა? იცით რა არის ჩვენი სამი მიმართულება ბიზნესზე რომელიც მუშაობს, კვლევები ეს არის ყველაზე ძველი. ხო, კვლევებზეც მინდოდა მეკითხა. არის მოთხოვნადი, არის თქვათ ხომ არ ენანებათ ფული კვლევებისთვის. მოდი ესე ვთქვათ, რომ რასაც ქვია ფასზე სენსიტიურობა გაჩნდა ყველგან. აი ყველგან ისეთი კომპანიები, რომლებიც ანუ არასდროსაც არ კითხვის ნიშანი, ან წლების განმავლობაში მუშაობდნენ რაღაცა პირობებით, ყველა ითხოვს გარკვეული პირობების გადახედვას. ანუ ესეც არის იმის ნიშანი, რომ ხდებიან ფასზე სერიოზულად ორიენტირებულები. ესეც გარკვეული ან მოლოდინის, ან მიმდინარე სიტუაციის სიგნალია, ხო, მაჩვენებელია. ანუ ვერ ვიტყოდი, რომ მოთხოვნა შემცირდა, უბრალოდ აი ოპტიმიზაციები მიდგომის, იმის რომ როგორმე გაიაფთეს მიდგომები, ეს ნამდვილად არის. საკონსულტაციო მიმართულება ჩვენ ძალიან აქტიურია, მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანიები და დღეს როგორც არასდროს ეჭირდება კომპანიას გადაწყობა.
თუმცა აქ ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი ის არის, რომ ისევ ეს რომ რა მოხდება უახლოეს 6 თვეში, ესაც არ ვიცით 1 წელიწადში და ტრენინგების მიმართულება, სწავლა, განათლება ლიდერების სხვათა შორის, როგორც ამ მიმართულებით აი კიდევ ვიძახი, რომ ფრთხილობენ, ცდილობენ, რომ დაოპტიმიზირონ ბიუჯეტები, მაგრამ შეჩერებული საქმიანობა ბიზნესს ნამდვილად არ აქვს, ან სრულად რომ რაღაც სფეროზე უარი თქვას, ეგეთი რამე არ არის. სიტყვის ძალა. თქვენს Facebook გვერდს და ისიც გადავავლე ასევე თვალი და ხშირია თქვენი ვორქშოპები. სულ რამდენიმე წუთი გრჩება და პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც სიტყვის ძალას როგორ აღწერდით, როგორ განმარტავდით და იმ გარემოში რა გარემოშიც დღეს ცხოვრობთ, როდესაც ბუნდოვანი არის ძალიან მომავალი, როდესაც პოლიტიკურ კრიზისს დასასრული არ უჩანს და მართული ძალა ფაქტობრივად არაფერს არ თმობს და არც პრობლემებს აღიარებს. სიტყვას, ხალხის სიტყვას ამ შემთხვევაში, ან ვის სიტყვას შეიძლება ფასი კონდეს ამ გარემოში, რომ მოიტანოს ცვლილებები მეტი სტაბილურობისთვის. მოდი ესე ვთქვათ, რომ დავაკვირდეთ ჩვენ გარშემო რაც ხდება. სიტყვებით იქმნება წარმოდგენები, სიტყვებით იქმნება ეს განწყობები და ემოციები, სიტყვები განაპირობებენ მე და ეს ემოციები განაპირობებენ ჩვენს ქცევას და ის განაპირობებს იმას, რაც რა რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იციან სიტყვის გამოყენება ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც პოლიტიკოსებმა და სიტყვის ძალა მე ვფიქრობ ეს გააზრებული აქვთ და ძალიან, როგორ იყენებენ ეს უკვე მეორე საქმეა და მაგრამ ამას რო მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებაში, ეგ ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ და ეს თემა ეხლა მე იმიტომ გადავწყვიტე ვორქშოპის თემად მექცია, რომ მართლაც მინდა რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ, როგორ ვქმნით ჩვენ რეალობას იმ სიტყვებით, იმ ფიქრებით და იმ ემოციებით, რომელიც ჩვენში ბუდობს და ჩვენ თვითონ დავაფასოთ პირველ რიგში ჩვენი სიტყვის ფასი, სიტყვის ძალა და მე ვფიქრობ, რომ ის გარეთაც მოიტანს ცვლილებებს. იმედია. სხვადასხვა ჩვენი ინფორმაციით ხვალ ირაკლი კობახიძე ხვდება ბიზნესმენებს და საინტერესოა და ალბათ საინტერესოა ბიზნესმენების სიტყვაც და ფასიც, იმიტომ რომ მე მახსოვს ასეთი შეხვედრა იანვარში, მაშინ ძალიან ბევრმა თავარ სიტყვა და ასე თქვათ დატოვა ახალგაზრდების გათავისუფლება, მაგრამ დღეს ხვდებით უკვე იწყება დასკვნითი სხდომები და ამ ბავშვებს ახალგაზრდებს უსჯიან 4-5 წლიან პატიმრობებს და ამ რეალობაში ვცხოვრობთ დღეს. თქვენ პოსტი დაწერეთ სოციალურ ქსელში, პატივისცემა გამოხატეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკან არიხევს და დგას იქ სიმართლეა. სადაც სიმართლეაო, რატომ გახდა გმირობა ამ ქვეყანაში სიმართლის თქმა? ძალიან დასანანია რომ გმირობა გახდა, მაგრამ მოცემულობა, ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს მოცემულობა, იმიტომ რომ როდესაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება, როდესაც დიქტატურა ასე თუ ამა თუ იმ ფორმით სახეზეა, მაშინ ის ადამიანები, რომლებიც თავისი რწმენით და თავისი სიმტკიცით და გამბედაობით იქ დგანან, სადაც სიმართლე, ეს მართლაც უტოლდება გმირობას და რატო უტოლდება? იმიტომ რომ ან ციხეში ხარ მერე, ან გიჭერენ, ან გაყადაღებენ, როგორ არ არის ეს გმირობა და გაბედულება და ეს რა თქმა უნდა ბევრს არ აქვს ამ გმირობის შესაძლებლობა და უნარი სამწუხაროდ. იმედია მაგალითი გახდება ერთეულების გმირობა სხვებისთვის, იმიტომ რომ ეს ერთეულები არიან ციხეში. დღეს რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი რომ როგორ უნდა ვილაპარაკო ბიზნესზე. გიორგი მინდათ რომ გამოცხადა 5 წელი, მანამდეც ხომ ნახეთ ხო კრიბელაშვილთან. აი ამ დედის ტკივილს დამცრემს რო უყურებ ქვეყანაში. არ ვიცი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც არასწორია, ის სწორი ვერასდროს ვერ გახდება და რაც სწორია, ის არასწორი ვერ გახდება. როგორც არ უნდა მოინდომონ ეს რო წარმოაჩინონ და დაგვაქვს. ყველაზე მეტად მანდ მეშინია, რომ ისე მართლა სიტყვას მართლა დიდი ძალა აქვს და თუ ჩვენ ვერ გავარჩიეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა და არსი, მართლა შეიძლება აბსოლუტურად
არა ისეთ რეალობაში ამოვყოთ თავის, სადაც არავის შვილს, არავის მშობელს არ უსურვებდი, რომ იყოს და არ ვიცი მართლაც აი სიტყვებსაც ვერ პოულობ, იმიტომ რომ უბრალოდ მინდა იმ მშობლებს ვუთხრა, რომ ისევე მტკივა, როგორც ჩემი შვილი მეტკინებოდა. გაუსაძლისია ამისი ყურება, არა შეუსაბამო, სასჯელი, ხო, ამაზე ეს არის გაუსაძლისი ამისი ყურება და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ნამდვილად მისცემს უფრო მეტ ადამიანს, ანუ უსამართლობა აღვიძებს ადამიანებს და ვფიქრობ, რომ ეს თუ არ შეიცვალა, ეს ესე ვერ დამთავრდება. წერტილი რას დაუსვათ? უსამართლობას. წინაზე მითხარით უკანონობა. კი, იგივეს. სამწუხაროდ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, თინამ, როგორც ყოველთვის, მადლობა თქვენ. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა კომპანია ICT Global-ის თანადამფუძნებელი თინათინ რუხაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.